2026 წლის იანვარში საქართველოდან ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ადგილობრივი ექსპორტი 3224%-ით გაიზარდა. ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით გახდა ცნობილი. თუ 2025 წლის იანვარში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ადგილობრივი ექსპორტი მხოლოდ 1.690.000 ამერიკულ დოლარს შეადგენდა, 2026 წლის იანვარში ეს მაჩვენებელი 46.180.000 ამერიკულ დოლარამდე გაიზარდა. ეკონომისტი რომან გოცირიძე სვამს კითხვას, როგორ შეძლო ეს იმ ქვეყანამ, რომელიც ნავთობის გადამუშავებას არ ეწევა და ჯერ არც ყულებში მშენებარე ქარხანაა მოქმედებულა. თუ შარშან მთელი წლის განმავლობაში 80 მილიონი დოლარის მზა პროდუქტი გავიტანეთ, ისე რომ პროდუქციის წარმოება არ შეგვიძლია, ეხლა 56 მილიონი დოლარის მზა ნავთობპროდუქტი გავიდა უკვე აი ამ ყულების ჯერ არ არსებული ქარხნიდან. რა თქმა უნდა, ეს მანიპულაციები ყველაფერი ხდება ყულების ნავთობტერმინალში, ვინაიდან ნედლი რუსული ნავთობი, რომელიც გაღალზე ასეა გაფორმებული, შემოდის და ინახება აი ამ ტერმინალში და უკვე ამ ტერმინალიდან უკვე გადის როგორც მზანაწარმი. გადის ან რუსული დიზელის საწვავი და სიამოვნებაში რაითარი ნედლი ნავთობი არ შემოსულა და მანიპულაცია, ან მართლაც შემოვიდა ნედლი ნავთობი, დარჩა ამ ტერმინალში რეზერვუარებში და უკვე აზერბაიჯანული წარმოების უკვე დიზელიან ბენზინი გავიდა ექსპორტზე. შეიძლება ზოგიერთად ვიღაცას ეგონოს, რომ რა უჭირს ახლა ვიშოვოთ ფული რა უკრაინაში ომიდან გამომდინარე. რა არის სისხლიანი ფულია ვიღაცა მიშოვოს. ფულს შოულობს ერთეულები, ნაღებს ხსნიან. შემოდის რუსეთიდან ნავთობი, ჩაისხმება რეზერვუარში, გადის რეზერვუარიდან, არავითარი დამატებული ღირებულება არ იქნება, ყოლებში ქარხანა არ მუშაობს, მუშებს ხელფასი არ ეძლევათ, არც DGG იქნება, რომ ბიუჯეტში შევიდეს, არც მოგების გადასახადი, ქვეყანა ამ შემთხვევაში იღებს არაფერს და ამავე დროს იღებს სერიოზულ რეპუტაციულ ზიანს, რომელიც შემდეგ უკვე საერთაშორისო სანქციების განხილვის საგანი ხდება. რომან გოცირიძე ამბობს, რომ შარშან საქართველოს ექსპორტით 79.500.000 დოლარის ღირებულების 151.700 ტონა მზა საწვავი გაიტანა. ეს ოპერაცია ძირითადად ნოემბერ-დეკემბრის თვეში განხორციელდა. გოცირიძის თქმით, ეს ემთხვევა ოქტომბრის თვეში ყულების მშენებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში 105 ტონა რუსული ნედლი ნავთობის შემოტანას. რომან გოცირიძის თქმით, საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები ნათელს ხდის, თუ რატომ აღმოჩნდა ყულების სპორტი ევროკავშირის სასანქციო სიაში. მედიის ინფორმაციით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეოცე პაკეტისთვის ევროკომისიის მიერ მომზადებული დოკუმენტი მოიცავს სიას, რომლითაც სხვა საკითხებთან ერთად მოთხოვნილია რუსეთსა და მესამე ქვეყნებში 4 კონკრეტულ საპორტო ტერმინალთან ტრანზაქციების აკრძალვა. სწორედ ამ კატეგორიაშია გაყვანილი ყულების სპორტი. დოკუმენტის თანახმად, ყულების სპორტი ნედლი ნავთობის ან ნავთობპროდუქტების საზღვაო ტრანსპორტირებისთვის გამოიყენება, რომლებიც რუსეთშია წარმოებული ან რუსული გემებით არის ექსპორტირებული. ეს გემები კი არარეგულარულ და მაღალი რისკის მქონე გადაზიდვის პრაქტიკას იყენებენ. ქვეყანა დიდ შარში ეხვევა, ეხლა უკვე გასაგებია თუ რატომ აპირებს ევროკავშირი ყულების სპორტის დასანქცირებას. ეს საკითხი ამ დღეებში უნდა გადაწყდეს და ერთადერთი თუ გადაარჩენს ჩვენს ტერიტორიაზე არსებული აზერბაიჯანული პორტის, ანუ ის სოკარს ეკუთვნის აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანიას დასანქცირებას, ეს არის იტალიის პოზიცია, რომელიც ეწინააღმდეგება ამ გადაწყვეტილებას, ალბათ იმიტომ, რომ აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით იტალიაში შედის გაზი. არც არის გამორიცხული, რომ ტრამპის გეგმასთან დაკავშირებით აზერბაიჯანის მდგომარეობა იყოს ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი და სწორედაც რომ აქედან გამომდინარე იტალიას აქვს ასეთი ნეგატიური დამოკიდებულება და შეიძლება ამან გადაგვარჩინოს, თუ შეიძლება ასე ითქვას, რომ ყოლების დასანქცირება არის სერიოზული პრობლემა, რომელიც ქმნის უკვე საქართველოს საერთაშორისო იზოლაციის დამატებით ასე ვთქვათ პირობებს და გარდა ამისა ძლიერი ეკონომიკური დარტყმა იქნება არა მხოლოდ აზერბაიჯანისათვის, საიდანაც ყოლებიდან გადის მისი ნავთობპროდუქტები, ანუ მზა პროდუქცია, ისევე როგორც საქართველოს რკინიგზასა და ზოგადად ეკონომიკას მიადგება სერიოზული ზიანი. ამაში პირველ რიგში დამნაშავე არის საქართველოს მთავრობა. ქართულ ოცნებაში ირწმუნებიან, რომ ყველა განცხადება სანქციების შესაძლო გვერდისავლასთან დაკავშირებით სპეკულაციურია. ირაკლი კობახიძის თქმით, იგივესთან გვაქვს საქმე ყულების სპორტის შემთხვევაშიც. ჩვენ შესაბამისი ინფორმაცია გავუზიარეთ ევროპულ სტრუქტურებს, რაც ადასტურებს იმას, რომ არავითარი მსგავსი ფაქტი არ მოხდა. ზოგადად თქვენ იცით, რომ სასანქციო რეჟიმს ჩვენი ხელისუფლება იცავს ძალიან მკაცრად. იყო უამრავი სპეკულაცია, შემდეგ ჩამოდიოდა
სხვადასხვა მონიტორინგის მისია ჩვენს ქვეყანაში, მათ შორის ამერიკული, ევროპული, ბრიტანული მისია და ყველამ დაადასტურა, რომ ყველა განცხადება სანქციების გვერდის ალასთან დაკავშირებით იყო სრულიად სპეკულაციური და ეს ეხება რა თქმა უნდა ყურებსაც და კიდევ ერთხელ ამასთან დაკავშირებით ევროპულ სტრუქტურებს ჩვენ გადავუგზავნეთ სრული ინფორმაცია. 2025 წლის ოქტომბერში რუსულმა საგამოძიებო პლატფორმა პროექტმა ყულევის ნავთობგადამამუშავებელი საწარმოს მფლობელებსა და რუსეთის სამხედრო დაზვერვის მაღალჩინოსნებს შორის სავარაუდო კავშირები გაასაჯაროვა. ამასალების მიხედვით ობიექტის მფლობელი მაკა ასათიანი და მისი ბიზნეს პარტნიორები მჭიდროდ თანამშრომლობენ რუსეთის ნავთობისა და ლოგისტიკის სექტორის იმ კომპანიებთან, რომელთა ბრუნვა მილიარდებს აღწევს. გამოცემა ხაზს უსვამს, რომ ასათიანის პარტნიორის ოჯახის ერთ-ერთი წევრი რუსეთის გენერალური შტაბის მთავარის სამმართველოს გრუს ხელმძღვანელის მოადგილის პოსტს იკავებს.